დილა მშვიდობისა. მართლა კი არა. შუა დღე მშვიდობისა. მართლა კი არა. შუა დღეც არა, ну, კაი, საღამო მშვიდობისა. რა ბაზარია? დაიწყო ბაზარის Facebook გვერდზე, თუ მიყურებთ, რა თქმა უნდა, და დარწმუნებული ვარ, რომ მიყურებთ. ხალხიც გვერდდება, შეგიძლიათ ახლა მოხვიდეთ და დაბრძანდეთ ამფითეატრში, იმიტომ რომ რა ბაზარიას ლაივი დაიწყო და ძალიან მაგარი ლაივი გელოდებათ. სხვათა შორის ეს რა ბაზარიას ბოლოს წინა ლაივია, ამიტომ სულ რაღაც დღევანდელი დღე და იქითა სამშაბათი დაგშათ იმისათვის, რომ მიხილოთ. ანუ თუ ჩემი ხილვა გსურთ, თუ ჩემი სტუმრის ხილვა გინდათ, მაშინ ხვალ უყურებთ YouTube-ზე. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. აი, ვინ არ მყოლია რა ბაზარიაში, ხო? მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, არამსახიობი, არ ვიცი, ექსტრემალი, მოკლედ იუთუბერი, რა ვიცი, ყველა იყვნენ ჩემთან სტუმრად, მაგრამ დღეს არის რაღაცნაირად განსაკუთრებული დღე და განსაკუთრებული სტუმარი მყავს. რატო იცით? რატო იცით? არა, საოცარი სტუმარი მყავს, ესე იგი პროზაიკოსი, ესისტი, თუ როგორ თქვა? ესეისტი. წერალი. ადამიანი, რომელიც გაყვარებს წიგნის კითხვას. რაც საკმაოდ რთული მგონია, მაგრამ ნუ მოგესალმებით. აი, იცით როგორ მინდა დავიწყო ლაპარაკი, რომ აი რა ბაზარია მინდა ვიკითხო, მაგრამ აი როგორ გკითხოთ რა ბაზარიაო თქვენ, ბატონო გიორგი კეკელიძეზეა საუბარი. რა ბაზარია თქვენთან? მართლა კი არა, ხუმრობ, რა ბაზარია გიორგი? ესე იგი ძალიან ესეთი რა? აშკარად ცილის მწამებლური შესავალი იყო, იმიტომ რომ არ მაქვს ეგეთი სოლიდური იმიჯი. არა. იმიჯზე ლაპარაკობ ის რაღაც შინაგანად იფრქვევა ეს ენერგეტიკა. ანუ შინაგანად გონიათ რომ ეხლა უნდა დავიწყო უილიამ თეკერეის ამოვების ბაზარზე ლაპარაკი. თუნდაც. არა, გაგიწბილეთ. გამიწბილებ იმედებს. მოლოდინებს. იმედი გქონდათ მაგისი. არა, მე იმედი მაქვს რომ დღეს ვიხილავ ისეთ გიორგის, რომელიც არავის არ და როგორიც არის ნამდვილად, ვინც არის ხა ჩვენ არ ვიცნობთ ესე ახლა. არ ვიცი, ბაზარი. მე ბევრი გადასარევი რამს. ბაზარი მე მსმენო და ბავშვობაში ბევრი გაგებით. პირველი სიტყვა ბაზარი გავიგე ეგრე, რომ არსებობდა ძველი ბაზარი ოზურგეთში, სადაც ადამიანები დადიოდნენ და ну, რავი, ხან პურის ხილს ყიდულობდნენ, ხან სხვა რაღაცას. ხა მართლა თეკერეის ამოვების ბაზრით არ დამეწყია ცხოვრება. მე მსმენოდა იმით, რომ როდესაც მეზობლები დომინოს თამაშობდნენ, მანდ იყო ეგეთი მოცემულობა, რომ ადამიანი როდესაც ვეღარ ახერხებდა გაგრძელებას, ბაზარში უნდა წასულიყო. იცი დომინოს თამაში? დომინოს თამაში ეს რაღაც დროს მითამაშე. კი, დომინოს თამაში. ახალმა ადამიანმა აღარ იცის დომინოს თამაში. ახალმა ადამიანებმა არ. მე ის თაობა მომენტ ჩვენ მე მგონი ერთი თაობაც მგონი. არა, სხვანაირად გამოვიყურებით. თქვენ ახალგაზრდულად მე ისე რა. ხო, მაგ მახსოვს ბაზარი და მე უკვე ის ქუჩური ბაზარი? კი. დავყავით რამდენიმე მეტად. ბაზარი მაგითი არის მაგარი, რომ ბევრი დეფინიცია აქვს. ხო. რეალურად და მათ შორის აგერ სადაც ვართ, ერთ-ერთი ეგეც არის. როგორ მოგწონს ჩვენი გადაცემა? თქვენი გადაცემა ძალიან მომწონს, ძალიან დემოკრატიული ჩანს, უამრავი ადამიანი მოძრაობს ირგვლივ და რეალურად ვთქვათ, ესეთი ახალი გამოცდილება არის ჩემთვის. ახალი გამოცდილება. ესე გადაცემებში ხშირი სტუმარი ხარ ხოლმე? გადაცემებში მთლად ძალიან ხშირი არა. მირჩევნია რომ არ მივიდე, მაგრამ რახანაც საქმე მაქვს მაინც და მაინც მსგავსი რომ ითხოვს იარს და ლაპარაკს მივიდედა. დასვენება როგორ გიყვარს, ვიცი რომ ზაფხულის არ დადეგები მოდის და ამ ამბავს არ მივესალმები, რაზეც ვილაპარაკებ. ხო. ანუ ამგვარ მოქცევას არ მივესალმები, მაგრამ მე დასვენებად ნამყოფი იმ დროის გარდა, სადაც ძალით დავყავდი ბავშვობაში. ხო. ან შეიძლება ნებითაც, არ ვიცი სად დაარავა. ანუ ვერ ხვდები რა არის დასვენება. რა პროცესია. ანუ ადამიანი მიდის და აი მე რა ხდება ვეღარ ხვდები. იცი როგორ გამოგდის, რომ აი მაშინ რომ ამბობენ ხოლმე, რომ აი ის ვიდეო რო იყოს მე არ ვიღლები რა, დასვენები. არა, პირიქით ვიძახე, ეგ არის ძალიან ცუდი. ეს არის ხასიათობრივი უბრალოდ და ნიშნავს იმას, რომ ცოტა მაზოხიზმის ნიშნეთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ ეგრეა.
კი, არ ვიცი, ვერ ხვდები, ადამიანი წავიდა, დაისვენა. აი ზღვაზე წავიდა და დაჯდა და როგორ შეიძლება რომ მან დაისვენოს, როდესაც პარალელურად ამდენ რაღაცაზე უნდა იფიქროს. მე ვარ გურული. ხო. თან ობსესიური ადამიანი, ცოტა ობსესიურ კომპულსიური არ მეც ცოტა მაკეთი ვარ, კი. თან მე ბევრი საქმე, რომელიც ალყად არიან შემორტყმული ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ბუნებრივია სხვაობენ საქმეები, მათ შორის პირადი ამბებიც და საზოგადოებრივიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ არიან და შესაბამისად სულ მთხოვენ რომ ვიყო ჩართული. მე რო ტელეფონს ვთავ. ხო. ან მიჯდება, მგონია რომ მთელი სამყარო დაინგრევა ჩემს გარეშე. არ და ვის დაკარგვი ხარ ხო საბოლოო ჯამში. მაგრამ საბოლოო ეს საზოგადო თუ იფიქრეთ ხო, მაგრამ მაინც არა. ანუ ის თქმა გინდა გიორგი შენ რომ აი ტვისაც არ თიშავ ხანდახან აი სანდაც წასვლა გჭირდება. არა, ეგ პრობლემა. ამ სახის დასვენება ლაპარაკი. ანუ მე არ მინდა რომ რაღაცა მანერული ლაპარაკი გამოვიდეს და ვიძახდე რომ აი მე რა მაგარი ვარ, არ ვიპირიქით, ეგ არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ორგანიზმი ინგრევა ფიზიკურად და ფსიქიკურადაც და ამ შემდეგ, მაგრამ მე მეტყობა ან გრევისკენ მოწოდებული კაცი ვარ და ანგრევს საკუთარ თავს და ამის საშუალებით ვცდილობ სხვა რაღაცეები ვაშენო, არც კომპენსირება ამის ხდება. ავტოიმუნური მგრეველი ხარ? რაღაც კომპენსირება ხდება, მე ვარ უფრო აი მოძრაობის ადამიანი, რომელიც ბუნებრივია თავისუფლად გულისხმობს იმას, რომ რაღაც მონაგებს ვითხოვ ამ მოძრაობისგან, მაინდა-მაინც ფულის სახით არა, აღიარებას, სახელს გაკეთებული საქმის შეხედვას დიდად კვობა არ გამომდის, უფრო პროცესის კაცი ვარ, მაგრამ ეგ მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ რეალურად მე მგონია, რომ მე მივეკუთვნები ადამიანთა იმ უმცირესობას, რომლისთვისაც დასვენება არის უბრალოდ დისკომფორტი და ამიტომ არ ვისვენ. და არ ვისვენებ არ მოგწონს დასვენება, მე მგონი. ხო, შეიძლება გასვენებასთან. არა, გასვენებაც არ მგონი. აი, სხვათა შორის მაინტერესებს ძალიან პატარა ასაკში. უკვე ბევრი რაღაცის და ბევრი ვიღაცის უფროსი იყავი. ანუ ძალიან აი ბიბლიოთეკა რო გაქვს სამართავი, ხო? ანუ ძალიან რთული არ არის აი ეს ყველაფერი, აი ამ ყველაფერთან შეჭიდება. კი, გასაგებია რომ გამოგდის ეს ყველაფერი, მაგრამ აი ტვინში რა ხდებოდა მაგ დროს? მე ძალიან მაგარი ვარ. კი? ბაზარი არა, მართლა ძალიან მაგარი ხარ. უნდა დავაყოლოთ მაგას, ხუმრობ, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან მაგარი რო ხარ. ხო. ამიტომ აქვს პრობლემები და შეიძლება შურდეთ და ამ შემდეგაც. ან მაგარი ვარ რო თქვა, შეიძლება გასასვლელშივე დამთავრდეს შემდეგ. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ პატარა ასაკში იცი რა არის? ხო, ეგ მომიწია სხვათა შორის. აი, რანაირად მოგიწია ახლა შემთხვევით ეგ ვერ მოგიწევდა. რაღაცნაირი ალგორითმი აეწყო, მე-5 კლასში ვიყავი გაზეთის რედაქტორი, ვიყავი ოზურგეთში. მე-5 კლასში. მე ეგრე მოხდა რომ ბიბლიოთეკა დავაფუძნეთ, ელექტრონულის მაშინაც მაინც და მაინც დიდი არ ვიყავი, 27 წლის ვიყავი, როცა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გავხდი და ეს შემდეგ და შემდეგ, მაგრამ თავი არასდროს არ მიგრძნია გულწრფელად გეუბნებით და არა ვთქვათ რაღაცა ესეთი ყალბი პათეტიკით, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის შეიძლება ასე ითქვას სენტიმენტალური ნიუანსების მატარებელი იყოს, არასდროს თავი არ მიგრძნია არავის უფროსად. მე მქონდა განცდა ყოველთვის, რომ ნებისმიერ ოთახში სადაც შევიდოდი, ვიქნებოდი მთავარი ადამიანი, მაგრამ ამავდროულად ყველას თანაბარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა ადამიანიც შენთვის მთავარი იყო. მე არ მგონია, რომ შენ მაგალითად თუნდაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდე დირექტორად და თავი წარმოიდგინო, მაგალითად ელექტროობის სპეციალისტის, ვთქვათ, სიტყვაზე ვამბობ, რომელიმე ბიბლიოთეკარის, რომელიც წიგნს ამუშავებს, ან ვთქვათ, საცავში გადააქვს უფროსად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება იმის უფროსი იყოს, რომელიც საქმის კომპეტენციაც იმ ადამიანს შენზე მაღალი. შენ უბრალოდ რაღაც ფუნქცია მოგენიჭა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განახორციელო. შეიძლება იმ ადამიანს დაეხმარო აი ამ უფროსობაში, გულისხმობ იმას, რასაც ის საკუთარი პროფესიით ახორციელებს. ამიტომ მე თავი არასდროს არავის უფროსად არ მიგრძნია, მძულს ხალხი, რომელიც მეორე ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს ზევიდან უყურებს, მართლა მგონია, რომ ეს ფრაზა ძალიან კარგი ფრაზაა, რომ ჩვენ ადამიანებს მეორე ადამიანისთვის ზევიდან დახედვის უფლება გვაქვს ერთადერთ შემთხვევაში, როცა მის წამოყენებას დავაპირებთ. სხვა შემთხვევაში მგონი არ. ამიტომ მე მომიწია უბრალოდ რაღაც ესეთ წამყვან თანამდებობებზე მუშაობა, ახლაც გარკვეულწილად ამ პოზიციებს ვიკავებ, სხვა მიმართულებით, მაგრამ თავს უფროსად არ ვძნობ. ცოტა ხნის წინ გახდი მამა.
აი როგორი ხარ? მანდ მით უმეტეს არ გძნობ, მანდ მყავს ყველაზე დიდი უფროსი მე თვითონ. გაჩნდა ხო? კეკელიძე. ორი თვის არის, მაგრამ უკვე რამხელა ახლა? ორი თვის და კიდე ცოტას. აი მითხარი, გული არ გისკდება? ხო, მან ძალიან საინტერესო რაღაცა არის. ადამიანს აქვს ალბათ, ხო, ადამიანს ალბათ აქვს რაღაც ესეთი შემაკავებელი, ალბათ არა აქვს და ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ტიპის სტრესი, ეს სტრესია. მაგრამ დადებითი ბუნებრივია. ადამიანი ცდილობს, რომ ბოლომდე ვთქვათ არ ჩაყვეს და რაღაცნაირად ვთქვათ ცდილობ მიჯნა გააჩნია. ვცდილობ იმას, რომ ცოტათი მაინც სიყვარულის მოწოლას, რომელიც ძალიან გიგანტური არის, რაღაცა ნაკადი მივცე, თორემ ეგ შეიძლება გადარევის მიმართულებით განვითარდეს და მაინც ასე. ყბები მტკიოდა ხოლმე, ჩემი პატარები რო იყვნენ, თუმცა ორი შვილი ყავს და ეს ყბები მტკიოდა, ის სუგაჭიმული მინდოდა რომ აი არ ვიცი, ესე ვიყავი სულ გაჭიმული და ცოტა ბოლო პერიოდში რაც მოვეშვა ცოტა. რაღაცა საოცრება. მე ალბათ რაღაცნაირად ეს კარგი გაგებით ჩვეულებრივდება ეს სასწაული და სასწაულად რჩება, ოღონდ ჩვეულებრივი სასწაულია და ასე მე მაინტერესებს შენ როგორი მამა ხარ, რა საკეთე? აი სტანდარტულ შეკითხვას მე ხაზგასმით მგონია რომ მანდ შეჯიბრის დაწყება იმ თავითვე განწირულია, იმიტომ რომ დედა არის 10 ნაბიჯი წინ ყოველთვის, რაც უნდა ბევრი მცდელობა ქონდეს მამაკაც მამას. მაგრამ ვცდილობ, ბუნებრივია, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს არსენალში არის. მე მგონია, რომ ეს გაფართოვდება, იმიტომ რომ მე როდესაც უკვე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მასთან დაკავშირებით შემოვა სწავლის კომპონენტი, სიარულის მე ძალიან მოხეტიალი ადამიანი და მე მგონია მაგასაც ძალიან უყვარს, იმიტომ რომ კოლიკა რო ეწყებოდა დაგყავდა მანქანით და ახლა გვატყუებს აშკარად რომ მეწყებაო და სვამთ და ჩერდება მე. ეგრევე დაძრულიც არ არის მანქანა რომ ჩერდება, რაც ნიშნავს იმას რომ ეს გურულ-მეგრული ელეთები დედამისი მეგრელია, მე გურული ვარ, გამოყენებულია მაღალ დონეზე. რაც საბოლოო ჯამში, ეს პატარა ინტერმეცო რო გვერდით გადავდოთ, ნიშნავს იმას, რომ მერე ცხადია მამის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და გამსაზღვრელია და ახლა რაც არ უნდა ვთქვათ მოინდომოს კაცმა, მაინც ლიმიტირებულია. რომ გადაცდეს ამ ლიმიტს, შეიძლება პირიქით ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ჩემი აზრით. ხო, ნუ რა უნდა გააკეთოს ისეთი რისი გაკეთება. მარტო რჩება, იტოვებ მარტო ბავშვს. მარტო. აი მთავარი, აძინებ ბავშვს. ერთი თვე. კი, როგორ არა. კი, ვიცი ილეთები, მათ შორის ვიყენებ იმ ილეთებს, რომელიც ჩემთან დაკავშირებით მსმენოდა ისეთი ტიპის სიმღერას, ნუ რაღაცნაირად წევას და ასე შემდეგ. ხანამართლებს ხან არა, ხან თლად ყოველთვის ეგ ხო, ნუ ეს ისეთი რამე. ამბავია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ხო, რაღაცებს ვცდილობ, მაგრამ რამდენად გამომდის, ეგ მე არ უნდა მკითხოთ კეკეს და მარიამს, კეკეს. ნუ საოცარი სახელი ქვია. მეც რა მაინტერესებს, აი ის ვიცით ყველამ ერთად, რომ წერა იცი ფანტასტიკურად, წერ. არის რამე ისეთი ნიჭი, ფარული, რომელიც არ ვიცი მე მაგალითად, აი არ მსმენია გიორგი კეკელიძეზე, რომ აი გიორგი კეკელიძეს ეს შეუძლია. არის რამე? ნიჭი არის, სურვილები არის. სურვილები არის. მაგალითად, სულ მინდოდა რომ ფეხბურთის მწვრთნელი ყოფილიყავე. მწვრთნელი? ნუ ფეხბურთელი აწივე აღარ გამოვალ. ამიტომ ეს ადრე ფეხბურთელობა გინდოდა და მე ფეხბურთელობა მინდოდა. კი, მთელი ბავშვობა ვთამაშობდი ფეხბურთს, არა ბუნებრივია მაღალ დონეზე, არამედ ჩაის პლანტაციაში. რომელიც ოზურგეთში ბლომად იყო წარმოდგენილი და მათ შორის იმ ფორმით, რომ იმ ადგილას ჩაი აღარ იყო და სტადიონად იყო ქცეული. და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ ამ საქმეს, გულისხმობ ამ შემთხვევაში ფეხბურთის მწვრთნელობა შევძლებ. დღეს წარ ეგ გვია. კინო მაინტერესებს ძალიან და ოდესმე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშავებ. როგორც რეჟისორი. ფილმის გადაღება გინდა? რეჟისორი. ძალიან ბევრი სცენარი, როგორც სცენარისტს ნამუშევარი მაქვს. ახლაც ჩემი სცენარის მიხედვით იღებენ ფილმს, მაგრამ ერთ-ერთ სცენარისტი ვარ, მაგრამ როგორც რეჟისორს ესეც წარმომიდგენია ჩემ თავი, იმიტომ რომ სხვა რაღაცეებში მოსინჯე საკუთარი თავი, გულისხმობ ლიტერატურის მომიჯნავე ამბებს, რომელიც როგორც წესი არ მიიჩნეოდა მწერლის და პოეტის საქმე, მაგალითად მარკეტინგი, მენეჯმენტი, რაღაც ტიპის მართვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უნარების გამოვლენა, PR-ი და ასე შემდეგ და მან რაღაც დონეზე დავხელოვნდი და მე ვფიქრობ, რომ ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიე.
იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან მომიჯნავე ამბებს თუ გავწდებით და კიდევ უფრო შორს წავალთ კი ეგ არის. ფეხბურთი არის ჩემთვის ძალიან საკრალური რამ და კინო ძალიან. მუსიკა მიყვარს ძალიან, მაგრამ მუსიკასთან დაკავშირებით ჩემი უნარები როგორც მსმენელის ალბათ ნორმალურია, მაგრამ როგორც შემქმნელის და მით უმეტეს როგორც მომღერალის. აი როგორც შემქმნელის მაინც ცოტა ოდნავადაც არა, მაგრამ ცდილობაც არ ყოფილა არასდროს. Nokia იყო ადრე. ხო. Nokia-ს ჰქონდა რაღაცა Nokia რო იყო ადრე ვიცით, მაგრამ ეგეთი Nokia-ც იყო, რომელსაც ჰქონდა რაღაც პროგრამა, გიტარას დააჭერდი, კლავიშს დააჭერდი, რაღაცა ტუნ ეგ არის. რაც შეეხება ფორტეპიანოს, მან უკრავ წეროები მიფრინავენ შორს და კიდე ერთ რაღაცას, რომელიც არ მახსოვს რა არის, მაგრამ ვიცი ვის დაკვრა ნამდვილად. საინტერესო იქნებოდა შენი სცენარები თუ გაქვს ესე? სცენარებს ვწერ კი, ახლა გურულდღიურების თუ შეიძლება ასე ითქვას, ინსპირაციით ალბათ უფრო ვიდრე ვთქვათ, მაინც და მაინც მის მოტივზე, იმიტომ რომ მე შორს გაცდა, ლევან კოღუაშვილმა გადაიღო ფილმი, რომლის ერთ-ერთი სცენარისტი მეც ვარ და ეს გური აზია 90-იან წლებზე და გამოვა ალბათ სადღაც 9 წელიწადში. საინტერესო, ესე იგი ვიხილავთ ჩვენც. ხო, მან სხვაგანაც მიმუშავე ნათელა გრიგალაშვილთან ერთად აი მან რეჟისორი ვიყავი სხვა შორის. ესე იგი მაინც ყოფილხარ რეჟისორი. კი, მაგრამ რატომღაც ვერ გავაგრძელეთ ეს 5. მე ვფიქრობ საინტერესო მინიატურა არა, იმიტომ რომ მე მონაწილეობდი ნათელა სრულიად გენიალური თვალის ფოტოგრაფია და თვითონ იყო ჩემთან ერთად თანარეჟისორი და აჭარაში გადავიღეთ, გურიაში გადავიღეთ, კახეთში გადავიღეთ, სამეგრელოში გადავიღეთ. ძალიან კარგი ეტიუდები გამოვიდა და ოდესმე იმედი მაქვს რომ გავაგრძელო. ნახოთ, რა ვიცი, ბევრი დრო ცხოვრებაში ადამიანს არა აქვს და ხო, და უნდა მაქსიმალურად ეცადოს რომ ბრძოლის ველი განავრცოს. ეგ არის ჩემი და მე ბიოგრაფიულ ფილმს არ გადაიღე? რასა? გეოგრაფიულს? აი შენზე რო ბიოგრაფიულს საკუთარ თავს. ჩემი ავტობიოგრაფია ძალიან საშიში მოსაყოლია. საშიშია მოსაყოლად? ხო, არა, მაინდა-მაინც იმიტომ რომ მე კრიმინალურია. არა, ეჭვით არ იმდენაირი ამბავია მომხდარი. ხო, და ეგ არის საინტერესო. მონაწილეობდა მასში და იმდენად უცნობია ეგ საზოგადოებისთვის, რომ ეგ ალბათ ანუ კაი სცენარია, ხო? ღრმა სიბერისთვის თეორიულად მოსულა, მაგრამ ეხლა ძალიან სარისკოა. აი, კაი, თქვა მაინც იღებენ შენზე ესე ავტობიოგრაფიულ ფილმს და რომელიც ჰოლივუდში ოღონდ ნახე? ჰოლივუდში იღებენ შენზე. და ვინი თამაშობდა გიორგის? არ ვიცი. აუ შენი აზრით? ჩემი აზრით შონპენი. ათამაშოთ შონპენი, მაგრამ ხო შონპენი დაბერდა უკვე, ესე იგი უნდა კიდე რაღაცები გავაკეთო. ხო, ანუ აი მაინც ხო ცოტა ბოლოს. აი, შევეხმიანოთ შონპენს და დავიბეროთ. შონპენს უთხრათ, იმიტომ რომ თან მე მგონი ვიზუალურადაც გავხართ. და თან არტისტი კი იცი როგორია. მე მგონი კარგი შევარჩიე შენ კანდიდატურა, რა სიტყვი? კი, შვენიერ წინვალე დავიმახსოვრეთ მაგ იდეას. და თქვენ შეგიძლიათ რაღაც როლი ითამაშოთ. სიამოვნებით ვითამაშებდი. აი, უხერხულ სიტუაციაში რა ხერხები გაქვს, როგორ ძრები ხოლმე უხერხული სიტუაციებიდან? ალბათ ძალიან უხერხული სიტუაციებიდან. იმდენად ადრე გავრბოდი. გარბოდი? აი, ესე ადამიანი. მან ხო ის მობილურს რო ამოიღებ. აუ, კაცო, თუ ერთი თვით ხო, მაშინ მობილური არის. რაღაც წიგნი მაქვს, წიგნი მაქვს. როცა იყო. მაშინ რეალურად მიწევდა იმდენაირ საქმეში მონაწილეობა, რომ იძულებული ვიყავი, რომ იმ უხერხული სიტუაციის ნაწილი ვყოფილიყავ. და ვერ გამოვდიოდი იქიდან. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად თქვათ, აი ესე ირიბად შეიძლება ასე თქვას, გადამეგორებინა და რაღაც გურული ოსტატობა გავამეჩინა და შევარდნაძეს ბაძავდი. სხვა შევარდნაძესთან დაკავშირებით მაქვს კარგი ისტორია. აუ, მოყევი რა გეხოთ. დაწერილი მაქვს, მაგრამ მოყოლი არ სადა. ხო და მოგვიყევი. მე ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ხო. გაგვიკვირდა. პირველი პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი დასავლეთ საქართველოში და გურიაში და ძალიან ამაყი და პატარა ვიყავი. ორჯერ გავხდი და მეორეჯერ რო გავხდი, უკვე სტუდენტიც გავხდი. ეგ არის რომელი ამბები იცით? აი რკინის კაცის ამბებია, თარგამაძე, ჟვანია გადადგა, სააკაშვილი ახალ რაღაც პოლიტიკური სუპერ турბულენტობა და შესაბამისად დიდი ცვლილებები და შევარდნაძე დაპატიჟეს უნივერსიტეტში პირველ კურსში სტუდენტი. არის ეს შეხვედრა ჩაწერილი სხვა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. შევარდნაძე დაპატიჟეს უნივერსიტეტში და ვიღაც სტუდენტი უნდა დაესწრონ ამ შეხვედრას და რექტორატმა არჩევდა მათ შორის პრეზიდენტის იმედად, ეს ალბათ რაღაცა
ლოიალურია ამ კაცისადმი და მიმიყვანეს ამ რა თქმა უნდა. შეხვედრაზე. და ვიჯექი ჩემს ერთი ბიჭი იჯდა, ასევე ჩემი კურსელი, მაგრამ აქეთ-იქით ორი ჩემი სტუდენტი თანაკურსელი გოგო იჯდა და ეს შეხვედრა მიდის. ფორმატი არის ასეთი, რომ ვიღაცები კითხვას სვამენ, ან ლაპარაკობენ, აზრს გამოთქვამენ და ბოლოს შევარდნაძემ უნდა უპასუხოს რაღაც ინტერვალების მერე, რამდენჯერმე. და ნუ ახლა რაღაცი თავის გამოჩენა მინდა ამბიციური ადამიანებად ამ გოგოებს ვეუბნები, ეხლა მე გავალ მეთქე ძალიან მაგარ რაღაცას ვეთქვი, მეთქე ეგეც ვერავინ ვერ გაბედას. და რაღაც უთხარი რაც ვთქვი. არა მაგას ვერ იზამ ვერაფრით. ხა წარმოუდგენელია ეგ. არა ვიზამ მეთქი და მოვითხოვე სიტყვა ავწიე და კი ბატონო გამედი. ვეუბნები შევარდნაძეს რომ ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში მეთქი ნებისმიერი ადამიანი იამაყებდა რომ პრეზიდენტის სტიპენდიანტი ქვია და მე მწხვენია მეთქი რომ თქვენ სტიპენდიანტი ვარ მეთქი. და იქ ძალიან დიდი ტაში ატყდა პირიქით. ბევრი ოპოზიციურად განწყობილი იყო რომ შენ რა მაგარი ხარ, გმირი ხარ, ასე შემდეგ და ჩემი ეგო დავიკმაყოფილი, ჩემი აზრით ძალიან არასწორად მოვიკეცე. იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა ახასიათებდეს ეს ეპატაჟური ამბები ჩემი გადასახედიდან და მაინც არა მერეც დიდი ხანი ეს სახელი გამყვა როგორც ძალიან თქვა ესეთი მამაცი ადამიანი. ეს უთხარი და დავჯექი და მოვიდა შევარდნაძის პასუხების დრო. სახეზე აშკარად გაწითლდა არესიან რატო უნდა გახარებოდა და ვიღაცებს უპასუხა და რაც შეეხება იმ ბიჭს ცოტა ხანი დაფიქრდა და გამოიხედა და მოგიმატე ბაბუ მოგიმატე ვაუ ხოდა შესაბამისად ამით მოჭრა ყველა გზა შევანაც ქონა ფანტასტიკური მეხსიერება მე 2000 უკვე გადამდგარი იყო და 2009 წელს ზურა ქარუმიძესთან ერთად მივედი მასთან რაღაც ლიბჯე მქონდა ახალი დაწყებული და მინდოდა მელაპარაკა იმაზე როგორ ურთიერთობა ქონდა საბჭოთა დროს წერლებთან და შევედი თუ არა ახსოვდი. ხო და აი ეს მეთოდი ნახეთ როგორ გამოძრა, ხო ხერხული მოცემულობა ახლა 17 წლის ადამიანი გეუბნება ისედაც უკვე არაპოპულარული ხარ ზევიდან რაღაც მაგრამ ჩაჭერა აქვია მაგას. კი და მაგ მოგიმატეს ვიყენებ ხერხული მდგომარეობა. არა მაგარი ისტორიაა ძალიან. მოგიმატეს? არა მე მოარე ვთქვი მე. დამთავრებული იყო ამის ის. ყველაზე კარგი თვისება რა არის შენი? და ყველაზე ცუდი. შესაბამისად ყველაზე ცუდიც, მაგრამ კარგით დავიწყო. იცი რა არის ეს ჩემი თვისება? იმდენად არა, რამდენადაც ამას როცა იზრდები, გარემო კარნახობს, ოჯახის როლიც არის და ასე შემდეგ. ალბათ ბოროტი ადამიანი არ ვარ და რაც ალბათ გარკვეულწილად წარმატებამც განაპირობა, ალბათ ვარ ნაკლებად შურია. ნაკლებად შურია, წარმატება რა შუაშია? ნუ შეიძლება წარუმატებელი როგორ იყო და ბევრი სოციალური მარცხი განმეცა და მე ჩამოყალიბებული იყო, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ეს განცდა არა. პირიქით, ვცდილობ რომ თუ ვინმე გამოჩნდა, მათ შორის ჩემს სფეროში, სხვაგანაც თქვა, გვერდით დაუდგე და ასე შემდეგ და შემდეგ, იმიტომ რომ ეს მე არ გამოურიცხავ ამის არსებობას ჩემში. უბრალოდ ამ წუთას ეს ყველაფერი შეძლების დაგვარად გაუქმებული. ცუდთვისებები მაგ გაცილებით ბევრი. მათ შორის სიჯიუტე. სიჯიუტე ცუდი თვისებაა? გააჩნია კონტექსტურად შეიძლება კარგიც გამოდგეს, მაგრამ ესე ცხოვრების წესად ქცევა სიჯიუტის მაინც შესაბამისი ამბავია. ხო და შენ რა ფაზაში გაქვს სიჯიუტე? რა ესე მიგაჩნია რომ ცუდი ჩვევა არის? ხო, მე არ მიმაჩნია რომ ყოველთვის მართალი ვარ, მაგრამ აღიარება იმის რომ ყოველთვის მართალი არ ხარ არის ძალიან ძნელი. და შესაბამისად ვცდილობ რომ გაჯიუტდე, მათ შორის ხანდახან შეცდომაშიც. და ბოლომდე მივიყვან მიხედავთ ისა რომ გამოვიმუშავე ეგ თვისება ხანდახან მავიწყდება მაგრამ ნუ მოსმენას ვცდილობ მეორე ადამიანი რომ ელაპარაკებოდა ადრე კი მესმოდა ეს სიტყვები მაგრამ ცალყურში მეორეში გადიოდა იმიტომ რომ სულ ვცდილობდი რომ ჩემი ამბავი გამეტანა და ეხლა პირიქით არის იმიტომ რომ ნუ რეალურად ცხოვრების მენეჯმენტმა გამოიწვია ეგ და კიდე ბევრი სხვა ცუდი თვისება იოლა დასატანი ადამიანი ყოველდღიურობაში არა ვარ, არა იმიტომ რომ ვიღაცას რამეს უშავ. უბრალოდ მე თვითონ მაქვს ეს ცოტა ხან მაზოქისტური მიდრეკილებები, ჩემი აი ამ მენტალური სირთულეებიდან გამომდინარე, მე რაღაც ხასიათობრივი ნაწილი და ამიტომ რა ვიცი, მარტივი ამბავი არ არის. ჩემთან ერთად ცხოვრება. გასაგებია. წყვილებთან როგორ ხარ?
როგორი მატყუ არა ხარ? ნაკლებად, იმიტომ რომ ჩემი სფერო გულისხმობ ლიტერატურას. ხო. იმთავითო გულისხმობს ტყუილის ხელოვნებას, ლამაზი ტყუილის ხელოვნებას. ამიტომაც რეალურად იმდენად ჭარბად არის ეგ ამ ნაწილში ცხოვრების, რომ ცხოვრებაში ნაკლებად ჩვეულებრივ ან ცხოვრებაში ნაკლებად იტყუები? როგორ არ მომიტყუებია, ყველას მოგვიტყუებია და აბსურდია ხა ადამიანი საკუთარ ბიოგრაფიაში, თქვა ტყუილის გარეშე ყოფობდეს, მაგრამ ვცდილობ რომ ნაკლებად, იმიტომ რომ დამაზარალებელია ძალიან. არა მაინდა-მაინც მორალური აზრი, თვისობრივადაც, იმიტომ რომ რამდენი მსგავსი რამ გამიკეთებია, აუცილებლად სადღაც მე ფეხი წამომიკრავს, თუნდაც იგივე ტყუილი. ამიტომაც ხო, ძალიან იშვიათად შეიძლება ვინმე თუ ნერვიულობს უთხრა რომ აი აქ ვარ მალე აი რაღაც უფრო დამამშვიდებელი ტყუილები ვიდრე მაინდა-მაინც დამაზარალებელი. ხო, კეთილი ტყუილები რომელიც ეხმარება ადამიანს. ეს რაღაცის გამოძიება კაი კაცობას კი არ თავად თამაშობ უბრალოდ რაღაცა ეს ნაწილი ნაკლებად არის ამ ბოლოს ბავშვობაში ალბათ უფრო იყო, იმიტომ რომ ჭირდებოდა რაღაცეებს და ეხა ნაკლებად. ესე იგი მე მინდა თან რომ საუბრობთ ანუ ჩვენ Starbucks-ის ყავაზე დაგპატიჟე, რომელიც ნამდვილი, აი, ორიგინალი Starbucks-ია. პირდაპირ ამერიკებიდან და ასევე სიდრი მინდა გაგასინჯო, რომელიც არის აი უგემრიელი ალკოჰოლი არის და უგემრიელესია. ყინული არ არის მაინდა-მაინც სასარგებლო ჩემი ყელისთვის. ყინული არა, მაშინ მე დავლევ სიდს და შენ დალიე ყავაც, სივი რომელიც არის უგემრიელესი. სხვადასხვა ისე მაინც მომავლისთვის რომ იცოდე, სიდრი თუ გინდა რომ იყოს ორმაგად გემრიელი, აუცილებლად ყინულებთან ერთად უნდა დალიო და რადგან შენთვის ყინულები არ შეიძლება, მიირთვით ყავა. ვეცდები. ვეცდები. აი ეს პირდაპირ უნდა ჩაგიწვა, აი ეს ნახე. აი ნახე. არა. პირდაპირ არ ჭო? აბა. კი ბატონო, მე მეგონა რომ რაღაც ეთიკის წესები არ დავარღვევ. არა, ნახე აი. არა, ვიცი რომ ჩაერჭობა, მაგრამ არ მინდოდა. არ იცის. აზე არ არის ხალხ ყავა როგორ დალიოს ცივი. ხალხ არ მინდოდა რომ ყველაფერი იცის დედამიწის ზურგზე. არ მინდოდა რომ ყავა როგორ დალიოს არ იცის. გამოვიჭირე, კეკელიძე. თქვი აბა როგორია? ესე იგი შენ ხარ გურის და გურულების ელჩი. გურული ამბებიდან ყველაზე სასაცილო ისტორიას არ მომიყვები. გურული არსებობს. რა თქვი? ბევრი საინტერესო გურული არსებობს. კი, და ერთ-ერთი მათ შორის შენ ხარ. ხო, და აი რამეს ესეთი მაგარი ისტორია არ გააქვს? რასთან დაკავშირებით? გურულებზე და გურიაზე. გურია და გურია, გურულები ყოველდღიური. მე გიждები გურულებზე. გენიალური ხალხია. სირამ მე არ მიყვარს დიდად ანეკდოტები, და ძალიან ზედაპირული ამბავი მგონია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ხანდახან ანეკდოტი ძალიან ადვილად აჩენს კონკრეტული კუთხის, სუბკულტურის, ადამიანის ხასიათს. ეხლა რაც უცებ გამახსენდა, იმიტომ რომ ასეც დავიწყეთ მოძრაობასთან დაკავშირებით, არის ის, რომ გურულთან მიდის სტუმარი. და დაჯდება და ნუ რაღაც ხო უნდა თქვას და ეუბნება რომ რა მაგარი ბავშვები ყავსო, რა მაგრად ცელქობენო, როგორ დარბიანო თვალს, ვერაფრით ვერ წყვეტო კი არა და ვერ ვაყოლებო და ამ შემდეგ ამამთქო რომ ერთია მაგი. იცით რა ერთია მაგი ბავშვი. ანუ ერთი ბავშვი ისე დარბოდა რომ რამდენიმე ეგონა. ძალიან კაი. ერთია მაგი. არა გენიალური ხალხი ხართ. ნამდვილად რა. რაღაცა ესეთი. ესეთი ფობია თუ გაქვს, ესე აღიარებაც გიტყდება. ფობია? რაზეც შეიძლება და ლაპარაკი ყველაფერს ვილაპარაკე, მაგრამ არის რაღაცები, რაც დამალული მე სულ ვიხსენებ ხოლმე ფოლკნერს, რომელიც ამბობს ასეთ სიტყვას. ერთგან თავის ესეში ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმვართ. ამიტომ რაღაცები არის, რასაც არავინ არ ლაპარაკობს. ალბათ ყველაზე უფრო სასაცილო სიტყვა, რაც ადამიანმა მოიგონა, არის მესაიდუმლე, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს, მეც, შენც და აქ წარმოდგენილ უამრავ ადამიანს აქვს ოთახი, რომელიც ჩაკეტა და თავის თავსაც არ უღებს ამ კაცს. არა, აუცილებელი რომ ეს ქმედება იყოს, შეიძლება ფიქრია, განზრახვა, რაღაც გაელვება. ეგეთი ადამიანი მაგით არის საინტერესო. მათ შორის იმით, რომ ის დუმილის არსებაც უნდა იყოს, ყველაფერს ვერ ლაპარაკებ. სიტყვა ყველაფერს ლაპარაკი არც არის საჭირო. ხო, არა, სიტყვა განსაზღვრელი ფენომენია, სიტყვა რო არ არსებობდეს, ადამიანი არ იქნებოდა, მაგრამ არის სიტყვები, რომელიც შეიძლება გადაყლაპო და ესე უფრო სასარგებლოა. აი როგორ გონია შენ ისეთ ადამიანად აღიქვავენ, გარშემომყოფნი როგორიც ხარ? გარშემომყოფის უმრავლესი ნაწილი ქართველს არ გავს და შესაბამისად მე მგონია სულ ვერ აღმიქვამს, მაგრამ რაც შეეხება
ცხოვრებაში გიორგი. რაც შეეხება ქართველებს, ხო, მან განსხვავებული მე ჩემს თავზე მომისმენია ძალიან უცნაური ისტორიებიც, კარგიც, ცუდიც, რომელიც არასდროს არ მომხდარა. ამიტომ, როდესაც შენ საჯარო სივრცეში გამოდიხარ, უცნელია ხა საკუთარ თავს უთხრა რომ ამის მზაობა უნდა გქონდეს, რატო უნდა გქონდეს ამის მზაობა, ლატარიაში ვარ წააგეს ამბავ. თუ რა როგორ ამბობდნენ, მოიგეს ამბობდნენ, ლატარიაში წააგე ძალიან უცნაური სიტყვა შეთანხმება. და შესაბამისადვე ხო მზაობა მაინც მინიმალური უნდა გქონდეს, რომ შენი ხედვის რაკურსი ყველას ექნება განსხვავებული. იმიტომ რომ სამყარო არის ჩვენი წარმოდგენა მასი. როგორც მას ვხედავთ, იგი ესეთია სამყარო. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანიც არის, იმდენაირად ხედავს სამყაროს და როგორ შეიძლება რომ აი ნებისმიერმა ოპერატორმა ან ვიღაცამ ვინც ახლა შორიდან გვისმენს, ან ტელევიზორიდან შენ და ვინმე ჩემმა ახლობელმა ერთნაირად აღმიქვას. წარმოუდგენელია. ვიღაცა წინასწარ განწყობით აღმიქვამს სუდად, იმიტომ რომ ნერვები ეშლება რომ ვარსევობ უბრალოდ. ვიღაცა პირიქით წინასწარ განწყობით კარგად აღმიქვამს, ეგეთი არის ცხოვრება. ჩემზე მოქმედებს ეგ ცხადია, განა ვთქვათ, ესე უგრძნობი ვარ და პირიქით ყოფილა მომენტები, როდესაც გაცილებით უფრო უმოქმედია და დიდი გავლენაც მოუხდენია ისეთი ლამის ფატალურიც, მაგრამ ახლა ვცდილობ რომ კანიც გავისქელო ერთი და მეორე ხო, არ ეხა გულწრფელად რო გითხრათ ძალიან უმადური საქციელი იქნება ჩემი მხრიდან თქვა რომ მე ხალხის უმრავლესობას ვძულ ვარ და პირიქით არის ალბათ მაგრამ როგორ არის ესეც აკვიატებულობის ნაწილი აი 1000 წარმოვიდგინოთ რომ სოციალური ქსელი 1000 კარგი კომენტარი და ეძებ ერთ სულს და ეს ხო სტამპალი ვაშლის პრინციპი გადმოგაქვს ოღონდ საკუთარ თავს ის ერთი წეს და გენეროებს ის ერთ მიმხოლოდ იმ ერთს შეფიქრობ ის 1000 მე ერთნაირად პირიქით რო იყო შეიძლება არ ვიცი პირიქით არ გამომიცდია მაგრამ შეიძლება ვიღაცას ბევრ ცუც რო უწერნა ერთ კარგს ნახულობ იმის დადებით ეფექტს კმარობს არ ვიცი ვერ გეტყვი მაგრამ ნუ ფაქტია რომ პირაქით ეგრეა და ეგ არ არის კაი თვისება მაგრამ ახლა ვცდილობ რომ საერთოდ ახლა იმ ქვეშ რას წერენ რა თქმა უნდა ეს ოდითგანვე თავიდანვე უნდა ეცადო რომ არას ეგ მაგაზინები ეხლა ხო ეს რომ მიდის ეს გადაცემა ცოცხლად ქვეშ ხო რაღაცებს წერს ხალხი ხო წესით წერენ საინტერესო რეებს წერენ არის ადამიანი აი მარტო ეს რო დადო ჭიქა ხო და ჩვენ რო გავეცალოთ ამ ჭიქასაც გალანძღავენ უფრო კი აბა რას იზამენ ეს საერთოდ მე შემიძლია საქართველოში სუპერ საოცარი ჰეითერები არსებობენ სოციალურ ქსელში მართლა საოცრები ხო არა კაი ხალხიც არსებობს მაგრამ უფრო მეტი კაი ხალხი არსებობს და მოდი იმ ხალხს დავუჯეროთ ჩვენ მე რამე გაუმარჯოს რა თუ რა თქვი ვერ გავიგე იმ ხალხს დავუჯეროთ ჩვენ თქო ვინც კარგებს ამბობენ და ცუდები წერო და იკითხონ მოგიპარავს თუ არა ოდესმე წიგნი არ ვიცი ეს მოპარვად რამე წიგნის ქურდი არაო ნათქვამია არა ეგ არ არის მე ეგ რო ეგ მსმენო და ცხადია ეგ ცდარი გამონათქვამა რომ ბიბლიოთეკის დირექტორად როცა მუშაობდი და მოგპარეს მაშინ მივხვდი რომ ქურდი იყო თან არის დეტული წიგნი და ძალიან მეწყი მე თვითონ აი ეს პირდაპირ მნიშვნელობით არ მომიპარავს მაგრამ მახსოვს რომ ჩვენი ოზურგეთში სკოლის ერთი ძველი რამდენიმე შენობა იყო და ერთი ძველი ბიბლიოთეკა დაინგრა თუ იქ შენობა ვთქვათ ავარიული იყო და ეს წიგნები გადმოყარეს და წამოვიღეს სამი წიგნი სახლში აჰა და მოვიტანე რაღაც გახარებულ მათს ალბათ იმიტომ რომ ნადავლის განცდა მქონდა დამაბრუნებინეს უკან ოღონდ სად წავიდა ეს წიგნები დაბრუნებულ კაცმა არის დაგაბრუნებინეს ეს წიგნები რაც უნდათ არა სახლიდან დამაბრუნებინეს იქ მითხრეს რომ ეგ არისო ძალიან ცუდი საქციელი სახლიდან მშობელმა კი და მაგის მერე წიგნი აღარ წამომიღია უკითხავად და შესაბამისად წიგნის ქურდი ალბათ ნაკლებად მქვია არ ვიცი ნაკლებად ჩვენში თუ მოხვედრილ ხარ ბევრში არა იმიტომ რომ ვცდილობდი რომ ლაპარაკით მომეგვარებინა მაგრამ 90-იან წლების კონტექსტი გარდაულად გულისხმობდა მაგას რო გითხრათ რომ ხა ოზურგეთი ხადია იყო ასევე კრიმინალიზებული მაგრამ თლად ისეთი ამბები არ ხდებოდა როგორც ცენტრში და შესაბამისად იქ ეს ნაწილი ალბათ უფრო იოლად გადაგორდა იმიტომ რომ ყველა ერთმანეთის მეზობელი ნათესავი და ამავდროულად მაგრამ იმიღა მონაწილეობა კი პრობლემა არ არის და შესაბამისად ეს შეიძლება ზოგადი აზრით არც ატრაბახო გამოცდილება არც ასიამოვნო მაგრამ გვიწევდა ეგ ამბავი 90-იან წლებში გარდაულად აი გართობა როგორი გიყვარს? გიყვარს კლუბებში სიარული ცეკვა? მე ვარ
სოციალურად ნარცისი ადამიანი, მაგრამ ყოფითად მაზოხისტი. შესაბამისად, გართობა და დასვენებაზე რაც ვილაპარაკეთ, ერთმანეთთან ძალიან დიდ კავშირშია ჩემთან დაკავშირებით. არ მაქვს უნარები ამ ტიპის გართობის, რასაც სხვები გართობას უწოდებენ. კიდევ ერთხელ მე საერთოდ არ მიმაჩნია არც ცუდად, არც დასაძრახად და არც სხვა რამე მსგავსი ეპიტეტის, ვთქვათ, მატარები პირიქით. ძალიან მაგარი რამე, როდესაც ადამიანს მაგის უნარი აქვს. ვარჯიში სჭირდება ალბათ და შეიძლება ცოტა რომ დაუბერდები დავიწყო ვარჯიში. ჩემთვის გართობა მაგალითად არის საქმესთან შეთავსებული მოგზაურობა. ეგ მიყვარს ძალიან. სხვა ქვეყანაში სიარული ოღონდ თან საქმე უნდა კეთდებოდეს, იმიტომ რომ თუ ეს განცდა არ მაქვს, რომ პარალელურად მაგალითად ვთქვათ რომელიმე ქალაქში ხსნით ქართულ ბიბლიოთეკას. ხომ რაღაც შეიძლება პროდუქტიული აღარ იყო უბრალოდ მუშაობისთვის. მაგაზე რატო არ ფიქრობ აი მაგალითად? ყოფილა კოლაფსები, როცა სხვა მიზეზით აღარ ვიყავი პროდუქტიული და იმან გაათმაგა კოლაფსი. ამის განცდამ და შესაბამისად ვცდილობ რომ სულ ვიმოძრაო და რაღაც საქმე. ამასაც ცოტათი საქმის ნაწილად აღვიქვამ ახლა. არ შეგეშინოს. არა, რას ლაბა. ბრაზიანი მარტივია შენი გაბრაზება? თუ მე მგონია რომ არა. ტიპური, აი ეგეც რაღაცნაირად ცხოვრებისგან, ვთქვათ, მოწოდებული სხვადასხვა დროს შეუსაბამო შემოთავაზებებით არის განპირობებული ალბათ და მათ შორის იმით, რომ აი ეს დიდი წარმატება და ბრჭყალებში რაღაც ხელმძღვანელ ადგილებში ყოფნა მაიძულებდა რომ სოციალურად ხშირად მომეთოკა საკუთარი თავი, ხო? ადრიდან. შესაბამისად, ბრაზის ტიპური გამოხატვის უნარი, თქვათ, აი ახლობელ ადამიანებთან, აი ხელი დაარტყი და იყვირე და არ მაქვს. შიგნით უპრობლემ, მაგრამ შეიძლება რაღაც ისეთი ვთქვა, ერთი წინადადება, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედოს მეორე ადამიანზე და მე ვნანო ბუნებრივია, მაგრამ ეგ ნაწილი შეიძლება გენეტიკურ შეიძლება რაღაც ფორმის გამო, რომელიც ცხოვრებაში შემომთავაზა, არის ჩემში. ესე ტიპური გაბრაზება, რომ ყვირის ადამიანი მათ შორის ყველაფერს. ხო, არ მაქვს, მაგრამ შეიძლება ეგ ჯობდეს. ეგ ჯობდეს. შენთვის. თუ სხვას არ აზარალებ ხა მაინდა მაინც პირდაპირ მნიშვნელობით, რომ რაღაც ფორმით გამოხატო, იმიტომ რომ მაგალითად ფსიქოთერაპევტების ნაწილი ფიქრობს, რომ თვითონ თერაპიის შემადგენელი უნდა იყოს ემოციის აქტიური გამოხატვა, ხო, რაღაცა იყვირე, გადის ადღაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ბევრი მეთოდი ასე. მე არ შემიძლია ჩემში ვკლავ, ჩემში ვხარშავ და მე ხო, ეგ ძალიან ცუდია, ხო? აი, როგორ ცუდია, ცხოვრებაც არ არის თლად, ბოლომდე კარგი. თლად. კარგი. ხო და მე სანამ გავაგზავნებ ჩვენთან საუბრას, კი რა და თამაში უნდა ვითამაშოთ. ჩვენ და სანამ ვიცოდი და. ხო და სანამ ვითამაშებთ. ეს თვითონ თამაშია რა. სანამ ვითამაშებთ ბაზარის ამბები უნდა მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს. თქვენის ნებართვით ბატონო გიორგი რა. ბატონო? ამ ბაზრის. ხო, აქ ჩვენთან ებისდება. ესე იგი, მეგობრებო, 25, 26 და 27 ივლისს ბაზარში Dish and Design-ის ჭურჭლის და სახლის აქსესუარების გამოფენა გაყიდვა და კერამიკის სტუდია პოტარეას მასტერ-კლასი გაიმართება, ხო და ვინც ჯერ კიდევ თბილისში შემორჩით, მეგობრებო, ჩვენ ვართ აქ, ვინც ჯერ კიდევ თბილისში შემორჩით, არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ ეს ამბავი და აუცილებლად მობრძანდეთ ბაზარში. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს არის ბოლოს წინა რა ბაზარია და ამიტომ ჩაიწერეთ, დაიმახსოვრეთ, რომ შემდეგ სამშაბათს უკვე ამ სეზონის ბოლო რა ბაზარია იქნება და საოცარი განაცემაც გველოდება. მე ესე მგონია, დარწმუნებული ვარ. ეხლა რაც შეევა მე მაინტერესებს რაიმე ღონისძიებაზე თუ მისულ ხარ მომზადებელი, ბატონო გიორგი. მომზადებაში რას გულისხმობ? მომზადებელი. ან მომზადებაში არა. წინასწარო რა. აი წინასწარო ხა, აი რაღაცებს ხო იმაშვები თავში, რომ აი ხა ამას გავაკეთებ, მე ამას გავაკეთებ, მე ამას გავაკეთებ, მე ამას გავაკეთებ. აი პირდაპირ მისულ ხარ ესა? მაგაზრით ძირითადად მომზადებელი მიდიხარ. ანუ სულ მომზადებელი მიდიხარ სულ? კი, ერთი. აუ რა ჭკვიანია ხდებით? არ ჭირდება მომზადება. რამე არ დაგვიწყებია, აი რამე მნიშვნელოვანი არ დაგვიწყებია, მაგალითად რაღაც სიტყვის თქმის დროს. სიტყვის დროს თუ დამოიწყებია რამე? ხო. აი უცებ, აი ნახე მე რა დამემართა ეს. ვერ დავასახელებ ქვეყანას და ლიდერს, იმიტომ რომ არაპოლიტკორექტული იქნება, მაგრამ სტუმრად იყო და ძალიან გრძელი გვარი ქონდა. და უნდა გამომეცხადებინა და დამავიწყდა. აი დამახსოვრებული ქონდა ეგ გვარი? ახსოვრებული მქონდა. და დაგავი. რა ქენი მე? არაფერ სახელი თქვენ მარკო. ხოლო სახელით თუ შეიძლება მოვიდა. იქ აზიური ქვეყნიდან. ეგ იყო და ეგ ხო? დანარჩენი ეს არაფერი არ გავიწყდა. მოკლედ, ჩვენთვის მაქვს მომზადებელი ძალიან მაგარი თამაში. ესე იგი ნახე რა ხდება, შენ ეს წიგნის პრეზენტაცია უნდა მოვაწყოთ. შენი წიგნის პრეზენტაცია.
სადაც შენ დაიწყებ საუბარს და მე შემოგაშველებ სიტყვებს. და აუცილებელია რომ ეს სიტყვები ჩასვა ასე ზეპირ მეტყველებაში ხდება თუ ფურცელზე დამანახებ. ანუ ფურცელზე დაგანახებ და შენ მალევე უნდა შეძლო რომ ჩააკვეხო ეს სიტყვა მაშინ რა ქვია ამ პრეზენტაციაში. მე პერიოდულად სხვადასხვა სიტყვებს დაგანახებ. ვითომ მაშინ საბავშვო წიგნი იყოს თუ სადიდო? მე ხო სიტყვები არა, დიდების წიგნი გვინდა. დიდების წიგნი გვინდა თუ შეიძლება. ანუ უკვე დაწერილს გამოვიხედეთ. ეხლა პირველს რასაც გაჩვენებ, ეს იქნება შენი წიგნის სახელწოდება. თლიანად ვიგონებ. ჯერ დაიწყე მოყოლა, ჯერ ანუ პრეზენტაციაზე ვარ დაიწყე და მე შემოგაშველებ. მე ძალიან ისეთ მოკლე პრეზენტაციებს ვატარებ და ჩემი არ გამოდგება. ვითომ სხვისი არის, მაგრამ თან ჩემია, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ხალხის გამოძახებები და კარგი სხვისი იყოს. და უსასრულოდ რო გრძელდება პრეზენტაცია და გონია რომ რაღაც ანუ მაგ ჩავეტებით გვაქვს დრო განზოგადების გაკეთება. აუც მამაღლა ბატონო გიორგი და უმახიანად. კი ბატონო, მოგესალმებით. ძვირფასო სტუმრებო. მართალია ვერ დაგახვედრეთ გურული ღვეზლები პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ წიგნი გურული ღვეზლები თქვენს წინაშეა. გაგძელე. მინდა გაგაფრთხილოთ რომ Wi-Fi არ იჭერს, ამიტომ ტელეფონები ტყუილად გაქვთ ამოღებული, იძულებული ხართ რომ მე მისმენ. აი რა შეეხება წიგნს? რა შეეხება წიგნს? მისი წაკითხვა სხვა შორის რეკომენდირებულია შეზლონგზე. და მათ შორის სხვა შორის ეს ყველაფერი შეგიძლიათ რომ ზამთარშიც განახორციელოთ საკუთარ ბინაში, თუ რა თქმა უნდა შეზლონგი გაქვთ. და მით უმეტეს თუ გუდის ყველიც თან გაქვთ, მინდა გითხრათ რომ სრული მისწრებაა, იმიტომ რომ მე ამ წიგნის წერის დროს გუდის ყველს აქტიურად ვიყენებდი განსხვავებით დიდი მახათისგან, რომლის გამოყენებასაც არ გირჩევთ. Slay-Queen კი ვიცი რასაც ნიშნავს, მაგრამ ჩემი წიგნი მაქსიმალურად დაცლილი არის ბარბარიზმებისგან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თქვენ გულის ფანცქალით წაიკითხავთ ამ წიგნს განსაკუთრებით დასასრულს და თუ თან ცხელ სიმინდის შეჭამთ, ბუნებრივია რომ წარმოიდგინეთ ერთი მხრივ ამხელა ემოცია თან ცხელი სიმინდი პირში და ლუღლუღით ისაუბრებთ ამ წიგნის შესახებ. და მაშინ ალბათ მიხვდებით რომ ახლა მაინდა-მაინც არ მოგწონვართ, მაგრამ კარგი კაცი ვარ. სუბუქ ყოფაქცევას რა შეეხება? სუბუქი ყოფაქცევა ხანდახან სასარგებლოა ადამიანისთვის, მაგრამ ახლა მოდის შორს ჩვენგან. უფრო ახლოს ჯობია რომ 20 ხინკალი გქონდეს, რომლის შეკვეთა სხვა შორის აქვე აი ამ წიგნის მაღაზიის კაფეში არის. ბრავო! ძალიან კარგი გამოვიდა. ვიღაცა ვინ რა დავარქოთ? მისი წიგნის პრეზენტაცია. ეს რა თქმა უნდა, გიორგი. მადლობა. შეთვის ხარაზე საერთოდ ყვავილები. შენია ეს ყვავილები. ყვავილები რაღაც. შენ გაჩუქეთ. ხო, მე მგონია რომ არ უჩუქებია. არა. არც მე არ მეჩუქები არავისთვის მე მგონი, მაგრამ ეხლა წაუღებ ჩემს. ეხლა წაუღებ შენ მეუღლეს, მაგრამ შენ მეუღლეს უცხაი რომ ეს მე მაჩუქა რუსკამ თქო. მე გჩუქნი შენ თქო. ოკეი, კი ბატონო. ხალბატონ კეკესაც ნახავს ისე. ხალბატონ კეკესაც მგონი ძალიან მოეწონება. აი ორი ყვითელი გვირილა ხო ეს? ყველაზე ლამაზი ყვავილია ჩემი აზრით. ხო, დღეს რა საინტერესო არის, რომ დღეს დავდე კეკეს სურათი და იქ დავაწერე გვირილა. აი? რა კარგია. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავი. ძალიან გაფასებ, ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ და ბევრ წარმატებას გისურვებ. და ყველაფერი კარგი და გადასარევი შენ და შენ ოჯახს და აუ მე სადღე გძელო უთხარი ერთ ემო გიორგი შენ გაგიმარჯოს ასე ძლივს გახრეტილ ყავას მადლობა კიდევ ერთხელ რომ ვიყავი რა ბაზარიაში ეგ ბაზარი იყო მეგობრებო დღეს იყო ბოლოს წინა რა ბაზარია შემდეგ სამშაბათს ვერასდროს ვერ მომხონე სამშაბათს ესე მომხონე შემდეგ სამშაბათს რა ბაზარიას ესე იგი ამ სეზონის ბოლო რა ბაზარია იქნება რა თქმა უნდა მე დაგიბრუნდებით აბა კარგად იყავით კარგად